ეს არის რუსული პრესიდან ამოღებული ინფორმაცია. როცა ჩვენ ამ ვერტმენებს ყიდულობდით, მედვედევი და ლავროვი დაემუქრენ საფრანგეთს სანქციებით, რომ თუ საქართველოს მიცემდნენ ისინი ამ ვერტმენებს, ისინი ევროკოპტერს აღარ შემოუშვდნენ რუსეთში. სწორედ ამიტომ ჩვენ მათ მივეცეთ სამოქალაქო სახე. აი ხა რო აჩვენებენ, რომ აი სამოქალაქო უნდა თავისთვის უნდა და სასეინოთ უნდა და საკატაოთ უნდა და სააკაშოს სრულობს თავი. ეს იყო ორმაგი დანიშნულების ვერტმენები, სამოქალაქო სახე მიეცა მხოლოდ იმის გამო, რომ რუსული სანქციების აგვედო გვერდი ჩამოვიდა და კიდევ ორი ყიდვის საშუალება გვაქვს. უამრავი სამთადარიგო ნაწილებით ფრინავების მომზადებით. პრეზიდენტი სარკოზი ვადასტურე პირადად იყო ჩართული ამის ყიდვაში, ისევე როგორც მაშინდელი საფრანგეთის ტრანსპორტის მინისტრი. და მე პირადად დავესწარი ამ ხელმოწერას ამ ხელშეკრულებას, რომელიც იყო საქართველოს გარღვევა. როცა ეს თავრობა მოვიდა, ივანიშვილმა დაიბარა, ყველა უთხრა, რომ აღარ გვიდა ვერტმენები, ფრანგული, მოდი გავარემოთ რუსული. მას აუხსნეს, რომ შეუძლებელია, იმიტომ რომ რუსეთი ჩვენ არ გვაძლევს მარაგ ნაწილებს და ეს დაждდება ძალიან ძვირი. ეხლა ეს ვერტმენები ჩამოვიდა და ისინი აწარმოებენ მოლაპარაკეს, მათ შორის ვიღაც პეტერბურგელ ბიზნესმენთან, რომ ის ვერტმენები სიმწრით გამოუგლიჯოთ რუსეთის მუქარების მიუხედავად საფრანგეთს. ისევ გაყიდოს საქართველოს. სამწუხაროდ კიდევ ერთხელ ვამბობ, იმ ფასად, რა ფასადაც იქნა შესყიდული ეს ვერტმენები, ჩვენ ვერ მოვახერხეთ მათი გაყიდვა, იმიტომ რომ მე ვფიქრობ, რომ მოსახლეობა დაგვეთანხმება, რომ ასე ვთქვათ, ფეშენებელური ვერტმფრენის ქონას ჩვენთვის ახლა გაცილებით უფრო ჯობს, რომ ამ ვერტმფრენის ფასად გვეყიდა სამი ვერტმფრენი დაუშვათ, რომელიც სასწრაფო დახმარების მიზნით იქნებოდა გამოყენებული მთიანი რეგიონებისთვის და ვერ მოვახერხეთ ამ ფასად გაყიდვა და ახლა არ გაყიდოთო დაგძახიან და ვერ ვყიდით ბატონო და თუ გავყიდით, მაგრამ ვიყიდით უკეთეს ვერტმფრენებს, გაცილებით უფრო დაბალ ფასად და უფრო მეტი რაოდენობით.